მეგობრებო, ჩვენ ცოტა ზედმეტად ვაფასებთ ამ ბერლინის შეხვედრის მნიშვნელობას. შევხვდეთ ახლა ძველი ნაცნობები არიან. რაც შეეხება თვითონ კახა თარგამაძეს, რამდენჯერ მაქვს ნათქვამი, რომ ვისაც კი ვიცნობდი შინაგან საქმეთა მინისტრებს, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო ბატონი კახა. ცოდნე, ჭკვიანი, გონიერი და არც თუ არ ამგონია რომ მას კორუფციაში რაღაც მონაწილეობა მიეღო, და თუ იმას რაიმე კონკრეტული ფაქტები აქვს, ვისთან იყო დაკავშირებული, ფულს თუ იღებდა, ასეთ ფაქტები არ მქონია, არ მაქვს. როგორც ეს ვიდეო გავრცელდა გამყრელიძემ და გაჩეჩილაძემ, თქვეს რომ ისინი შეხვდნენ თარგამაძეს იმისთვის, რომ მოესმინათ, როგორ ფინანსდებოდა ნაციონალური მოძრაობა რუსული ფულით ვარდების რევოლუციამდე. ფლობთ რაიმე მსგავს ინფორმაციას თქვენ? შეიძლება კახა თარგამაძეს რაიმე მონაცემები გქონდეს და ვარდების რევოლუციას რო აფინანსებდნენ, ეს ეჭვებარება ეს რუსული პოლიტიკური. მე არ ვიცი, რუსული იყო თუ ამერიკული იყო, უფრო ამერიკული იყო. ეს ხო სოროსის თანხები. მე ყოველთვის წამდა და დღესაც ჯერა პოლიტიკა უნდა იყოს ეს სუფთა საქმე და არავითარ გშთამთან რაღაც გადახრებთან დაკავშირებული არ უნდა იყოს. პოლიტიკოსის ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი თვისება უნდა იყოს ის, რომ თუ ხალხის ინტერესებს შეესაბამება, ეს მისი ხალხის ინტერესები ამას, ხალხის ინტერესებს პასუხობს, მას შეუძლია თავი გაწიროს. მე მაგალითად თავი გავწირე 14 აპრილს, როცა დედაენის საკითხი ხდებოდა. ვიცოდი რომ ცუდი ამბები მოყოლოდა. არ მახსოვს ვინ თამაშობდა თვალსტები ხარკოვის დონბასის გუნდი იყო, ჩვენი დინამო და ბოლო წუთზე საჯმა დანიშნა უსამართლო პენალტი. ეს 60,000 კაცი გადმოჩნდა მოედანზე და მე გავსელდა ხმები რომ საჯს მალავენ მთავრობის ტრიბუნალზე. მთავრობის ტრიბუნალს დაუშინეს ქვები, ჯოხები, იყო ყვირილი, იყო გინება ერთი ამბავი და მაშინ მე მივიღე ასეთი გადაწყვეტილება, რომელიც შოკის მომგვრელი იყო. ჩემთვისაც კი და მათ შორის განსაკუთრებით იმ ხალხისთვის, ვინც სტადიონზე იდგა. ავდექი გადავხდი ტრიბუნიდან, ახლა ამ სიმაღლეა, სადაც მთავრობის წევრები ზღედან თქვენ ეს მოგახსენებათ ალბათ, გინახავთ ამ სტადიონი, გადავხდი ტრიბუნიდან და შევერია ხალხს. ეს იყო შოკის მომგვრელი მათთვის და იძულებული იყო რომ მოესმინათ ჩემთვის. მოისმინათ 1 საათი ვიკამათეთ, ვისაუბრეთ, მერე ნელა გამოვედი სტადიონიდან, ესენიც მეც მომყვებიან და 1 საათნახევარში დინამო სტადიონი დაიცალა. დღევანდელი ოპოზიცია საკმაოდ დარაზმულია, უშუალოს მიზანი მოართულად. შეიძლება ერთმანეთს რაღაცაში არ ეთანხმებოდნენ, მაგრამ ძირითად საკითხებში არიან ერთიანი. და ეს ძირითადი რა არის? მთავრობა უნდა შეიცვალოს. ამ მიზანს ყველა ოპოზიციური ძალა ემსახურება. იმაშია რომ აი ამ მიზანდასახულებამ უზრუნველყო ის რომ დინამო სტადიონი გაივსო. იმაშია რომ ყველა შემთხვევა რაც დაკავშირებულია ჟურნალისტის საქმიანობასთან და ხელს უშლის ჟურნალისტს შეასრულოს თავისი ფუნქცია, ეს უნდა აღიკვეთოს და უნდა
დაისაჯოს ის, ვინც ამას ჩადის. მინდიგის მონაწილეები და საციხეში არიან. ეს ასე არ შეიძლება, დაუშვებელია. თუ დემოკრატია გვინდა, დემოკრატია უნდა იყოს. ეხლა მე ძალიან კარგად ვიცნობ ევროპულ დემოკრატიას და ამერიკის დემოკრატიასაც. იქ ეს ჩვეულებრივი მოვლენა არის, თქვათ, რესპუბლიკელების სათავეში და დემოკრატები მონაწილეობენ მთავრობის მუშაობაში. ეს ჩვეულებრივი ამბავია. თუ ნამდვილი დემოკრატია, მაშინ სალომეც შეიძლება ყოფილიყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ან რომელიმე სხვა სამინისტროში. არაფერი უბედური ამაში არ იქნებოდა. უფრო აქ მე მგონი თვითონ ოპოზიციის მიმართ არის ერთგვარი შეურიგებელი დამოკიდებულება. მე არ ამგონი ახლა სალომე თავს იკლავდეს, ვაგონები დაიკეროს და გახდეს პოლიციელი. მადლობა დიდი. არა, ამზრავებს ხეხებს. მეუფლის წყალობით გამოვიდა. თქვენთან კი არა მაქვს პრეტენზია. ვინც გადმოგცათ? გადაეცით რომ მტკიციერად გადმოგცენ ინფორმაციას და ვიტყვი. ეს უკვე ერთი მონაწილე მოშიმშილე გახდა ძალიან ცუდად. ეხლა ალბათ ცოტა ხანში სასწრაფოს მეშვეობით შევამოწმოთ ჩამთელობის მდგომარეობას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადამიანების ნერვებზე და ჩამთელობაზე თამაში არ შეიძლება. მათ უნდა დაეცვან მოშიმშილეების უფლებები და ჩვენი მოთხოვნა მე ვფიქრობ არის სავსებით სამართლიანი და ლოგიკური, რომ ვითხოვთ ამ ადამიანების სამონტყოფოში გადაყვანას. ნელა ისიც გადაყვანას. ისიც გადაყვანას. ევროკავშირის